შემოიღბლიანებო, გეგონა დავასრულე მოგზაურობები და თავგადასავალი იმ უდიდესი 6 ერის თამაშის მერე. ნუ რას უკაცრავად. გრძელდება. ვარ აეროპორტში, ოღონდ რომელში არ ვიტყვი, თუ მიხვდებით კომენტარებში დამიწერეთ თქვენ თვენება ვინ არის გამოცდილი და მახვილი თვალი ვის აქვს და მივდივარ კარდიფში. ჯერ უნდა ჩავფრინე ლონდონში და მე მატარებელს დავახტე. ოღონდ არ ვიცი მივასწრებ თუ არა, ეგეც პატარა თავგადასავალია და ჩავიდე კარდიფში. მოკლედ ჩავალ, როგორც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ საჯობ უელსი ირლანდიის გვერდზე, ანუ ვარ დამხვანებ საჯი. გამოირჩევა კარდიფი. არის სარაგბო მექა, გულშემატკივარი შესანიშნავი, ატმოსფერო გადასარევი, სტადიონი ხო საერთოდ კოსმოსური. ამიტომ უნდა დარჩეთ ჩვენთან, იმიტომ რომ წინ გვაქვს ძალიან მაგარი ვლოგი. ტრადიციულად გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ გათამაშებაც იქნება ბორჯგალოსნების მაისურის და აბა თქვენმა აქტიურობამ უნდა გამოიღოს შედეგი. წავედით. ყავის გარეშე არა ცხოვრება მართალია შევამცირე. 6-7 სვავდი დღეში და ეხლა სვავ 2-3-ს რა. მაგრამ თავი მტკივა, ბევრი ფრენისგან ალბათ ბევრი ფრენისგან მტკივა თავი. რა მინდოდა მეთქვა სანამ ლონდონში გავფრინდები ყველა იმ ჩვენს გამომწერს, ვინც ძალიან თბილი კომენტარები დაწერა წინა ვიდეოზე და გამორჩეული იყო წინა ვიდეო. ამით უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო. არ მოვაკლოთ აქტიურობა ამ ვლოგსაც და უკვე შევხვდებით ლონდონში, და მე კარდიფში. უკვე კარგად ნაცნობ რიგში ვარ, ძალიან დიდი რიგია. რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ ჯერ ფრენამ დაიგვიანა ტრაფიკი ერის გამო ჰიტროუში. ლონდონი ჰიტროუ არის საშინელი აეროპორტი ჩამოსასვლელად. სულ იგვიანებს რაღაცა. მე აქ არის რიგი ვიზაზე. რა თქმა უნდა, მატარებელიც გავმაზე. ამიტომ კაია რომ მეგობრები ყავს ბევრი სამყაროში იტალიელი მსაჯები ჩამოდიან 2-სკენ დაველოდები და იმათთან ერთად ჩავხვდები მანქანა ყავთ ნაქირავები და ისე წავალ კარდიფში მაინც ვერაფერი გამაჩერებს შემოიღბლიანებო იმიტომ რომ მე თან დამდევს იღბალი ზუსტად 1 საათია ვდგავარ ჯერიქში და აი კიდე რამდენი ხალხი დარჩა მატარებელი კი არ თამაში გავმაზავ მე მგონი აი ესეთი არის ჩამოსვლა ზუსტად 2 საათნახევრიანი ლოდინის მერე შემომიშვეს დამდეს პატივი შემომიშვეს იმპერიაში მატარებელი რომელზეც უნდა მოხტო მოდი უკვე კარდიფში იქნება ჩასული აი ესეთი არის სურპრიზებით სავსე ცხოვრება ამას მიჩვეული ვარ და საერთოდ არ მოქმედებს ეხლა უნდა გადავიდე ტერმინალ 5-ში ჩემმა იტალიელმა ძმებმა უნდა მიშველონ და ჩამიყვანონ კარდიფში მოგზაურობა გრძელდება და საშიშად ჩანს თავდაპირველად მაგრამ მე როგორც ჩობლიურ სახლში ისე გიგონებოდა ეს ტერმინალ 5 მეგობრებო მარტივად და ეფექტურად რა შვენიერი ხედი მორიგი ყავა ცხოვრება მშვენიერია რა დაღლა რა სტრესი არ არსებობს ეგეთი რაღაცები სულ ბედნიერი გაღიმებულები იყავით ეგეთ რაღაცები ოც იქნება რაც უფრო მარტივად გადაიტანთ ჩამოვიდა ჯანლუკა იტალიიდან და ქირაობს მანქანას მეც ესე შევეკედლე როგორც დაგპირდით და წავალთ ახლა კარდიფში ესე ჩვენი ჰამერი წავედით შეაფაზეთ როგორ მოგწოთ ჩვენი წითელქუდა მე მგონი შვენიერი მანქანა ჩამოვედით როგორც იქნა წვიმიან კარდიფში მაგრამ აი ამ ჩამოსვლას 2 საათიან გზაზე მოვდიოდით 4 საათნახევარი თბილისის საცობებზე მე ხმას აღარ ამოვიდით მოვედით სასტუმროში დავბინავდებით დაგათვალიერებინეთ სასტუმროს და წინ ძალიან მაგარი დღე გვაქვს ხვალ სადაც უელსი უპირისპირდება ირლანდიას აბაჰე ეს არის ჰილტონი, სადაც უელსური რაგბი, სწორედ ამ სასტუმროს იყენებს უკვე ძალიან ბევრი წელია. მოკლედ ძლივ ჩამოვედი, აი მართლა ძალიან წვალება ჩამოსვლა იყო, მაგრამ ძალიან მიჩვეული ვარ ეს რაღაცებს. ხვალ დიდი დღეა. წვიმიანი, რა თქმა უნდა, დღე გათენდა, უდაოდ ლამაზ და ტრადიციულ და შთამბეჭდავ კარდიფში. მოდი გადავალოთ თვალი როგორია კარდიფი.
იგი როგორი ტრადიციული ფილმებში რო გაქვთ ნანახი, ეგეთი პატარა მინი ციხესიმაგრეა. კედელი აქვს შემორტყმული. აქაც ნახეთ ხრილი მდინარის და ერთადერთი ასასვლელი არის იქიდან. რა, ესეთი შუა საუკუნეების ძალიან მაგარი ადგილი გვაქვს შუა კარდიფში. რაჯობია იმას, რომ ქალაქში კორპუსები არ დგას, ესეთი გარემო არ ცენტრში და წვიმის სურნელია ცოტა სიცივე, 6-იერი ხურდება. მიყვარს მე ეს მხარე, ბრიტანეთი, ირლანდია, არ მიყვარს სხვა პლაჟი, ეს არის რა, რაგბი არის ეს. გამოიწერეთ არხი და ვაგრძელებთ თვალიერებას. საქართველოს დროშაც არის. დრაკონების ნაირსახეობა კინელა. მაგარი მაღაზია. ერთი ესეთი რაგბის შოპი ჩვენს დაგხვატავდა, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილია. პატრო შემოვისეირნოთ არა უშო. ეს არის ცენტრალური ნაწილი კარდიფის და აი აქეთ უკვე ხედავთ სტადიონი არის, პრინციპალიტის სტადიონი და რამაგრა არის მოწყობილი ირგვლივ როგორც ხედავთ სულ ბარები არის. ეს უნდა ნახოთ ცოტა ხანში აქ რა მოხდება. თამაში სანამ დაიწყება ჩვენ ფეხით უნდა გამოვიაროთ ეს გზა მსაჯებმა და უნდა მივიდეთ სტადიონამდე და განახეთ რა თქმა უნდა გადავსებული და როგორ დროს ატარებს ხალხი. აი ჩემი ოცნებაა რომ საქართველოში ესეთი რაღაცა ყოფილიყო, რომ სტადიონის ირგვლივ ესეთი ლოჯისტიკა ყოფილიყო და აი ესეთი ეზეიმა ხალხს რაგბით. აბა ვიწყებთ ნელ-ნელა მზადებას თამაშისთვის. თქმა უნდა ირლანდიელი ფანობა შეინიშნება ქალაქში მრავლად. დიდი მზადება 6-იერი არის რაგბის სეიმი და არ მჯერა რას ხედავს ჩემი თვალები კარდიფში მზე გამოდის ხალხო მზე მაგრამ სტადიონი იქნება გადახურული ესე დაანოსაუოსურვა რაგბმა მოკლედ ესაა ჩვენი უბანი მოგეწონათ იმედი წვერი გაპარსულია, რომ ვერავინ ვერ მომედაოს, რომ უწესოდ გამოვიყურებოდი. ბოლო აკორდებს გავდივარ მომზადების, იმიტომ რომ გვერდით საჭი ცოტა სხვანაირი ფუნქციები აქვს, რა თქმა უნდა, განსხვავებული ცენტრალური მსაჯისგან და ნელ-ნელა უკვე ვიწყებთ უელსი ირლანდიის დაპირისპირებას. ეს მაისური, პოლო მაისური საქართველოს ეროვნული ნაკრების ტყუილა არ მაცვია, ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის გასული მსოფლიოს მაისური და რა თქმა უნდა გადმოგცემთ თქვენ გათამაშების სახით. იმ გამომწერებს, იმ ძვირფას გამომწერებს, რომლებიც აქტიურობენ, კომენტარებს წერენ თბილ სიტყვებს არ იშურებენ, რენდომაიზერი აარჩევს კომენტარებიდან, უნდა იყოს ლაიქი, ვიდეოსი რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწერა და იღბლიანი, ძალიან თბილი კომენტარი. ნელ-ნელა იწყება თამაში და ახლა უნდა განახოთ როგორ ფეთქავს კარდიფი 6-იერის დროს და ეს არის ნამდვილი ზეიმი. აბა წავედით. გზა დაკეტილია, მანქანები ვეღარ მოდიან. ესეთი ხალხმრავლობა არის და რაც შევდივარ ჩიგნით, უფრო იმატებს. აბების ავსეა ლუდები იცლება, წვანე და წითელი ფორმები ირევა ერთმანეთში, ერთად ცვავენ, ერთად შეიფობენ, იმზადებიან. აუ რა მაგარია. ეხლა მთავარ ქუჩაზე გავალ. რა მაგარია ფანებთან ერთად რომ მოდიხარ, ჩემ ფანებთან კი არა, რაგის ფანები. ყველა გეუბნება მსაჯი ხარ, მსაჯობ რაღაცა ძალიან მაგარია. აი ესაა ქალაქი რო ზეიმობს. სტადიონის მიდამოები უკვე გადავსებული. შევდივართ. სტადიონსაც გაჩვენებთ. უბრალოდ სტადიონი საოცრება. ალბათ საუკეთესოა ეს სტადიონი. ჯერ ბალახია ისეთი, რომ აი რა გადახურული არის, აკუმულაცია ხმის ხდება ძალიან დიდზე და აი ინგრევა სტადიონი რა. ერთი ეკრანი იქ, ძალიან კაი ხარისხის ეკრანებია. ჩვენთვისაც მოედნიდან გადაწყვეტილების მიღება, დიდ გადაწყვეტილებაზე
არ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან კაი ხარისხისა. მაღლა არის, მაგრამ ძალიან მაგარი. ესეთი ამბებია რა. მეც ვეღარ განახეთ, ამასაც ლივს განახეთ, იმიტომ რომ ყველა მე მიყურებს. მედია მოგეწონათ. წავიდე თამაში აბა. Ireland and White kick off. Welsh rugby in crisis. Well, it's Tom Jones with Warble. It's not unusual. Held up twice as well, and it's McCarthy now. He's almost 20 stones, Gibson Park, and they're over. And Jack Conan, who scored against... Thomas could do nothing about that. Thomas Williams, that is, you can just see there, he's no... Okay, I have a decision. It's a yellow card threshold. 13 could have been lower, so it is foul play, and it meets our yellow card threshold, so it's sent for an off-field review. Could get the upgrade. Goes up to a red. I think it will just stay down as a... We'll be seeing that again. Through those big forwards, Christoph Ridley is watching so closely. Yes! And Wales are there, signs. That's the score. That's fun. Two props between them, carried so well in that first half. Here is Ben Thomas on Blair Murray, and they surely will score. It's Tom Rogers. This is all the time. That's practice. This is real time. Oh my word. Well, they've taken full advantage of Ireland's deficit of players. Gibson Park puts it into the corner for James Lowe, and it's Jamie Osborne. Score for Rogers. A great finish. This is almost as good as a try. That's an assist. Lowe into Osborne. Again, playing advantage. You think, no, that's well over the Welsh fullback. It is, and he's made it. It's still in. To see if it's clearly on the line. Okay, when the player goes to ground the ball, initially it's grounded short, so he's rolled it forwards. There, Murray. Save one, certain try from Mac Hansen. Jack Morgan, lovely little offload there for Teddy Williams. Another good offload for Thomas, and it comes off the hand of Gareth Thomas. And that will be the end of what has been a captivating and a thrilling all-Celtic Guinness Six. მე მხვდება ესეთი თამაშები, მართალია გვერდზე ვიყავი, მაგრამ ძალიან მაგარი თამაში იყო, რა ცოტა დააკბა უას რო იცოდეთ, აი, ძალიან მაგარი თამაში იყო რა. აფეთქდა პრინციპალიტი სტადიონი ჩამოინგრა. ბენდი მაქრო ესეთ მაგარო რაღაცეებში მიწევს რა. ავდივართ ახლა მესამე ტაიმზე ვესტები გაჩვენოთ. ესეთი მესამე ტაიმია პრინციპალიტიზე. Yashvili, not hero. Never hero. Enabler. Good afternoon, ladies and gentlemen, and welcome to the President's Lounge. პირველი კეპის თანხლებით უნდა იმღეროს. ტრადიცია ესეთი. I've been on road for many a year. I spent all my money on whiskey and beer. And now I return with good golden great store. And I never will play the Wild Rover no more. And there's no day never. No day never, no more. Will I play the Wild Rover? No, never, no more. Thank you. ესეც ასე საჩუქრებით აღესრულა მესამე ტაიმი, მაინც წააგო შოტლანდიამ ბოლოს. ტოვებ პრინციპალიტის შესანიშნავ სტადიონს, საოცარს. ესეთი ხმის აკუმულირება, არ ვიცი, ყური მტკიოდა, რამდენი ხანი, ეხაც დაგუბებული. ჩამოვალ ისევ, რა თქმა უნდა, მეხუთე რაუნდში უელსი ინგლისეც ვარ გვერდით იმ საჯში. აი ხდება ქუჩაში, ზეიმობს ხალხი, რა ზეიმობს ხალხი. ფხიზელი არავინ არაა, მაგის გარანტიას მოგცემთ. ვაფშე ყველა მთვრალია, აი ფხიზელი ადამიანი არ შემხედრია. ნუ მე ვარ ფხიზელი, იმიტომ რომ ლოთში ვარ თუ საჯი ვერ გავიგე, ცოტა შევამცირე რა. მოკლედ მთელი ქალაქი მთვრალია. ამიტომ არის კარდიფი ძალიან მაგარი.
უელსელები, ირლანდიელები, ერთმანეთში არეულები, განიხილავენ საჯ, ერთმანეთს ულოცავენ, რა მაგარი თამაში იყო, როგორი სიამოვნეს, იშვიათი კონტენტია რა. ვინ განახებთ ესეთ უელს ღამე თამაშს მერე? მოვედი ჩვენ სასტუმროში. ვერ ვრჩები ღამე, იმიტომ რომ ხვალ დილით ადრე მაქვს ხენა ლონდონიდან და უნდა წავიდე მანქანით, მივყვები ჩემი იტალიელ მეგობრებს, ლონდონში დავრჩები, აეროპორტის სასტუმროში და უკვე წამოვა საქართველოში. ესეთი იყო ჩვენი ვლოგი. იმედია ისიამოვნეთ, მე ძალიან ვისიამოვნე. წარმატებას გისურვებთ მაისურის მოგებაში ყველას. იაქტიურეთ, რომ გავზარდოთ ეს ჩვენი ჩენელი. კოცნით ყველას, გეხვევით, ძალიან მაგარი კარგი ვიდეოები არის, ასევე წინ.